ერთმანინება წილ არაფერი არ დაუდგება. იმიტომ რომ ესეც წარმოუდგენელი იყო, რომ იქ დღეს ისრაელი არსებობს, ხო, ცოტა ხნის წინ. და აი ისრაელის იერუსალიმის დაშორებით 3 კილომეტრით ბეთანია, ზეთისხილის მთაზე და იქ ცხოვრობდნენ მართა, მარიამი და ლაზარე. ხოლო მარიამი იყო ის, ვინც ნელსაცხებელის ხო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები, მისი ძმა ლაზარე ავად იყო. ეს ის მარიამია სხვა ადგილას სახარებაში მოხსენიებული, რომელმაც ერთხელ როცა ასეროვაზე იყო, იმდენად უყვარდა უფალი და იმდენად გრძნობდა, ქალებს ხო სხვანაირი ინტუიცია და გრძნობდა, რომ მას მალე მოკლავენ. და მივიდა და ნელსაცხებელი მოიტანა, უძვირფასესი ნელსაცხებელი და ფეხებზე სხო მას. და საკუთარი თმებით მერე მოწმინდა ეს ნელსაცხებელი. ეს ის მარიამია, რომელიც შეაქო უფალმა? კი, ჩემს დასაფლავად გააკეთავ ეს ის არის. კი, ზუსტად ის მართა, ის დები არის. კი, მაგრამ ნახეთ რა საინტერესოა, ფეხებზე სხონია საცხებელიო, ხომ? მათ ეს სახარებაში არის იგივე შემთხვევა აღწერილი, ლექცია, რომ თავზე სხო ეს საცხებელიო. რატომ? რომელია სწორი, ფეხებზე სხო თუ თავზე სხო? ორივე, როგორც ჩანს, თავზეც სხო და ფეხებზეც, მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით, რომ იოანეს სახარები ეძღვნება ქრისტეს როგორც ვის? ღმერთს, და ამიტომ ღმერთს ფეხებზე ახებს ნელსაცხებელს. და მათეს სახარება ეძღვნება ქრისტეს როგორც ვის? მეფეს. ამიტომაც მეფეს თავზე უნდა სხო ნელსაცხებელი. გესმით, ამიტომ ნახეთ როგორ აი ამაშიც კი მათე ირჩევს იმ პრიზმას, იოანე ხედავს ამ პრიზმას. იმიტომ რომ ეს არის ქრისტე როგორც ღმერთი, ის არის ქრისტე როგორც ისრაელის მეფე. ასე გვიხსნის რომ ეს ის ბატონო? ხო, სიმონის სახში რო იყო. ხო, კი, ზუსტად. არა, ის სხვა მარიამია, რომელიც სხვანაირი ქალი იყო, ხო, სხვა ცხოვრებით ცხოვრ, ის სხვა მარიამია. ეს ის მარიამი არ არის. ის სხვა. ბატონო? მარიამი მეგვიტელი კიდე სხვა არის. მაგაზე სხვა არის, ის მე-6 საუკუნეში იყო. მაგრამ აქ ორი მარიამია, ერთი რომელიც გაყრილი ცხოვრებით ცხოვრობდა და უნდოდა შენდობა ცოდვების და იმანას ნელსაცხებელის ხო. და ქრისტე ამბობს რომ აი რახან ასეთი სიყვარული აჩვენა, ეპათია მას თავის ცოდვების სხვა ქალი იყო და ეს არის მისი მეგობარი ოჯახი მართა, მარიამი და ლაზარე, რომელმაც უბრალოდ პატივისცა, რადგან მან იცის რომ მალე მოკლავენ, გრძნობს შინაგანად და ქრისტე ამბობს რომ ეს ნელსაცხებელი ჩემი დამარხვისთვის წინასწარ მწყომან, რადგან თქვენ ხომ იცით რომ ისე დროს მომკლავენ, რომ ნელსაცხების დროც კი აღარ იქნება. მართლაც ხო ასე მოხდა, როდის მოკლეს ის პარასკევს. ჯვრიდან ჩამოხსნეს 3 საათზე, 4-ზე ჩამოხსნეს ჯვრიდან და 6-ზე უკვე იწყებოდა საღამოს 6-ზე რა? შაბათი, ხომ? და ამ შაბათს არ შეიძლებოდა რომ ის დიდი დღე იყო შაბათის, მკვდარი რომ დაეტოვა ჯვარს და ნახეთ ქრისტე წინასწარმეტყველება რომ აი დრო რო არ იქნება ჩემი ნელსაცხებლის ცხების, ამ დროს ხო მან ნელსაცხებელი. და დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს, უფალო, აჰა ვინ შენ გიყვარს, ავად არის. ეს რომ გაიგო იესომ თქვა, ეს ნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლად არის. ათა იდიდოს ღმერთის ძე მისგან. ქრისტე მიცის ლაზარეს რა სჭირს, რა მოუვა და ამბობს რომ ეს სასიკვდილო არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლად ხდება ეს ლაზარეს ავადმყოფობა. და უყვარდა იესოს მართა და მისი და ლაზარე და როცა გაიგო ავად არისო, 2 დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. და წინა თავიდან ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე სად იყო ამ დროს? პირეაში იყო. ნახეთ, პირეა არის აი, ეს არის პირეა და აი ამ ადგილას ნათლავდა იოანე ნათლისმცემელიო. ნახეთ, ეს ლურჯი ხაზი. თქვენ რო წარმოიდგინოთ ძალიან სასარგებლოა, ეს არის იორდანი. ნახეთ იორდანი. აი ამ იორდანის ნაპირას ნათლავდა იოანე ნათლისმცემელი, როცა ქრისტე გამოჩნდა. აი ამ ადგილას ხშირად იყო ხოლმე მე ქრისტეც იესოც. იმ ადგილას, რადგან აქ იყო სოფლები, სადაც იოანე მიქადაგა უკვე ეს ქრისტეს სასუფეველი სახარება. და ქრისტეც ხშირად როცა მოდიოდა გალილეიდან, აი წამოვიდოდა კაპერნაუმში ხო ცხოვრობდა უფალი. წამოვიდოდა ესე ჩამოყვებოდნენ ამ ნაპირებს, ეს იყო საიმედო გზა. და აი აქ ჩერდებოდა ხოლმე უფალი აი ამ ადგილას და შემდეგ გადმოვიდოდა და ადიოდა იერუსალიმში. ხო? აი აქ რო გადმოხვიდოდიან იორდანეს აი ამ ადგილას. თები იწყებოდა უკვე და მთებზე ადიოდი იერუსალიმისკენ, რადგან იერუსალიმი იყო თებში. აი ნახეთ.
და აი აქ არის ქრისტე და აქედან ბეთანიიდან გაუგზავნეს დებმა კაცი, რომ ავადარისო, შენ რო გიყვარსო ის ლაზარეო და ანუ გვიშველეო. და ქრისტე აქ არის და ამბობს, რომ ჯერ არა, 2 დღე კიდე აქ ვიყოთ ჯერ. და მერე წავიდეთ. და უკვირთ ახლა ალბათ უკვირთ ყველას, ხომ, რომ თუ გიყვარს და თუ ესეთი ახლობლები არიან, 2 დღე კიდე რა გაჩერებს, ხო? ჩვენ ხო ესე მოიქცეოდით ყველა. იმ წუთში დავყრით ყველაფერს და ავიქცეოდით, იქნებ რამე უშველოთ ადამიანს. მაგრამ ქრისტეს, ნახეთ რა ჩანს აქედან, მის ხელშია ყველაფერი. აი სუვერენულია, გესმით? აი ძლიერია, მან იცის რატო ხდება, რისთვის ხდება, რა უნდა გააკეთოს და მის ხელშია ყველაფერი, აი ამას გვაჩვენებს ეს ადგილი. მაგრამ ლოგიკური დრო უნდა გასულიყო იმ დროიდან. ზუსტად ის დრო უნდა გასულიყო, რომ ნამდვილად მკვდარი იყო ლაზარე, ვიღაცას რომ არ ეთქვა, რომ ეგ კლინიკურად იყო მკვდარი და იმიტომ აღადგინაო, ხო? სწორია. ამიტომ მაინც ის რომ კიდე უნდა მოიცადოს და მეოთხე დღეს მივა, როცა მკვდარი უკვე ხსნა დაწყებული აქვს და მაშინ უნდა აღადგინოს, რომ ჩვენ გაგვაგებინოს, რომ აი თქვენ საფლავში რომ ფერფლად იქცევით, მაინც შეუძლია ღმერთს თქვენი აღადგინება იმ საფლავიდან. და ასეც მოხდა, ნახეთ, აი ეს 35 კილომეტრია ამ ბეთანიიდან იმ ბეთანიამდე. მასაც ბეთანია ერქვა პირიაში. 35 კილომეტრია. ფეხით 35 კილომეტრს უნდა 8-9 საათი ადამიანმა რომ გაიაროს. დებმა გაუგზავნეს, 1 დღე მოუნდა იმ კაცს, ჩავიდა, ქრისტემ 2 დღე კიდე გაატარა იქ, 3 დღე და მეოთხე დღეს წამოვიდა და იმასაც ხო უნდა 1-10 საათი სანამ ჩამოვა აქ. ნახეთ როგორი ზუსტია სახარება. და რო ჩავიდა უკვე 4 დღეს მკვდარი იყო ლაზარეო. და ისევ. შეიძლება რომ შორიდანაც განეკურნა. ზუსტად, მაგრამ რატო გააკეთა ესე? აი სადიდებდა როგორ. ზუსტად ღმერთის სადიდებდა, რომ ჩვენ გვენახა ეს. ზუსტად ჩვენ რომ გვენახა ეს. ამის შემდეგ სასწაულს აღარ იხილავ. ხელშესახები გახსნა. და? ბატონო? თვალხილული და ხელშესახები. ზუსტად, ჩვენ რომ გვეხილა ეს, იმიტომ თანახეთ როგორ მოხდა, საფლავის ქვა გადაწიეს და იქიდან გამოვიდა მკვდარი აღმდგარი, ხო? ანუ როგორი სიმბოლური რაღაცაა, ახლა საფლავების მეტი რა გვინახია ჩვენ ადამიანებს, ხო? ეგეთი საფლავებიც გვინახია, მაგალითად მე ბებიაჩემს რომ მარხავდით სურამში. საფლავს რო თხრიდნენ, მიადგნენ ქვევით იყო აყლდაბა ვიღაცის რა, იპოვეს ჩვენ არ ვიცოდით საფლავი იყო და ხო და სურამში, საქართველოში. აყლდამა იყო როგორც ეს აგურისგან გაკეთებული, მართლაც როგორც სასახლე აყლდამა. და ეს ერთი ადგილი იყო აი ეს ზუსტად გამოჭრილი როგორც აი ამ გამოქვაბულის კარი და ჩავიდნენ ბიძაჩემი მახსოვს ჩავიდა შეიხედა და არა იქ არაფერი არ არისო ის არისო მხოლოდ გამკრალია ყველაფერი შეიხედა შიგნით რა აი როგორ სიმბოლურია ხო ჩვენს ხო გვინახავს საფლავები და ეს საფლავი იხსნება და იქიდან გამოდის მიცვალებული დღეს ეხლა თქვენ გწამთ რომ ქრისტემ ლაზარი აღადგინა ხო გწამთ ურწმუნო ხალხს ეს არ სწამს როგორ შეიძლება ეს მოხდეს მაგრამ ჩვენ გწამს იმიტომ რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის თუ ღმერთმა მეცნიერებიც კი მას ამბობენ, მეცნიერებიც ხო ამბობენ რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა სამყარო. ხო, აი ის Big Bang თეორია რო არის, რას ნიშნავს Big Bang? რომ ღმერთმა არაფრისგან შექმნა ამხელა სამყარო, ხო? მეცნიერებიც კი აღიარებენ იმას, რომ ის იყო უმცირესი, აი რაღაცა უპატარავესი ნაწილაკი, საიდანაც შეიქმნა ეს ყველაფერი, დაფეთქებით, ხო? ნუ მეცნიერულად ასე ხედავენ და ჩვენ ვამბობთ, რომ არაფრისგან შექმნა ღმერთმა სამყარო, მაგრამ მას აქვს ამისი ძალა. და ხელმწიფება, ხო და ბატონო? უნარი. ხო, რა თქმა უნდა, ღმერთია და იმიტომ. ჩვენ ღმერთზე ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაც ხელოსანზე, ღმერთზე ვლაპარაკობთ და ღმერთ შეუძლია მკვდრის აღდგინებაც. აი ეს არის მთავარი რწმენა ქრისტიანობის. ისი შექმნილია და ხო იცის რაღაც. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ აი, ნახეთ რა შეასაკმე, აი მინდა რომ ამას დაუკვირდეთ ჩვენ ყოველთვის. სახარებას ახლა ჩვენ რო ვკითხულობთ, არც ერთ მწერალს ასე დაწერა არ შეუძლია წიგნის. იმდენად ლოგიკურად არის ყველაფერი ერთმანეთში გადაბმული, რაღაცა სული რო არ კარნახობდეს, შენ ამას ასე ვერ დაწერ. ზეკაცობრივია, გესმით? ახლა ლიტერატურა ყველას საგვიკითხავს, მაგრამ აი ეს როგორც არის დაწერილი, აი თუნდაც ის დღეები როგორ არის მითითებული, ასე დაწერა შეუძლებელია, მწერალი ასე არ წერს არც ერთ წიგნს. ხომ ასე?
თან 4-მა დაწერა სხვადასხვა მხრიდან და 4-ივე ასეთი რაღაცას ღვთივ გამბრძნობილია, ხო? აი ამას ხო ზუსტად. და თან ჩანს ქრისტეს აი ეს ძლევა მოსილება, რომ ის რასაც ამბობს, ყველაფერს ამბობს, ისე რომ როგორც ღმერთი ლაპარაკობს, მან იცის, აი ჩვენ წმინდანებში რა გვხიბლავს ხო? აი მამა პაისის ბოლო ეს ფილმი რო გამოვიდა. აი ამ ფილმში რა გვხიბლავს ჩვენ მამა პაისის რო კიდევ? საუბარი. ნათობის გაცხადება. აი ერთ-ერთი მისი თანამედროვე ერთ დოკუმენტური ფილმი მამა პაისის შეიძლება თქვენთან ახიგავთ, ის ამბობს რომ მეო მამა პაისის რო შევხვდიო, ვნახეო როგორ შეიძლება ღმერთი მოქმედებდეს ადამიანში. აი მასში მე ვხედავდიო რომ ღმერთი ხო გვეცხადება ასეთ სხვანაირად, ხო? აი ბიბლიაშიც გვეცხადება ღმერთი. მე ვნახე როგორ შეიძლება ადამიანისგან გვეცხადებოდეს ღმერთიო. მის სიტყვებში, მის გამოხედვაში, მის მზერაში, ხო და ის კაცი ზუსტად მაგას ყვება რომ პირველი მზერაო რომ დავინახე, ის რაღაც უსაზღვრო ნათელი მოდიოდა მის თვალებიდან. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მამა პაისის მოხიბლულები ვართ, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ქრისტეში რა ძალით იყო ეს? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? თლიანად ეგ იყო. ხო, წარმოიდგინეთ, ეხლა რა ძალაუფლება ჰქონდა მას ადამიანებზე, რომ წმინდანები გვხიბლავენ და ეხლა ქრისტეში რა იყო, წარმოგიდგენიათ? და აი ეს ამბობს ეს ღმერთი კაცი რომ არა, 2 დღეში წავალ. და მართლაც ასე ხდება და ძალაფარის პატრონმა ამხელა არ დაიწყო. ზუსტად. აი ასეთმა ძლიერმა ეს ამხელა ტანჯვა დაითმინა. ხო, აი ეს არის ზუსტად ჩვენ სარწმუნოებაში. არსად ეს არ არის. ყველაჯერ ამის მტკიცე. ბატონო? ხო, მაგრამ უყურეთ, მისი თქმა მინდა რატო თქვი ეს ყველაფერი, აი წმინდანები რატო ჩდებიან სამყაროში? რომ წმინდანებმა უნდა მიგვითითონ როგორი იყო ქრისტე. გესმით? აი მისი მსგავსი ოღონდ მილიონჯერ უფრო დიდი, უფრო ბევრად უფრო აღმატებული, ხო? აი ხა მამა გაბრიელს ვინც შეხვედრია თავის ცხოვრებაში, მე მინახავს რამდენჯერ მამა გაბრიელი და აი ამ კაცს ეთყობოდა რომ ეს არ არის ამ ქვეყნიური ადამიანი. როგორც საუბრობდა მისი თვალები, როგორც იყო აი გამჭოლი მზერა ქონდა რაღაც ასწაული და თან როგორი მზერა ქონდა, იცით? სიყვარულით სავსე იყო ეს მზერა და თან გეშინოდა. რო გარისხებულიყო, აი რო მიმინახავს ბზარეთხე ბრაზობდა მონაზვნებს რაღაცეებს უბრაზდებოდა იქ სამთავროს მონასტერში და აი ეს მისი თვალები, თქვენც ხო გინახავთ კადრები მისი კადრები. აი მრისხანების დროს ეს მრისხანების დროს იყო წარმოუდგენელი რაღაცა, ის რო ჩხუბობდა. ის კრიტიკული თვალი. არა მე ვნახე იქ რო იჯდა პატრიარქი ელაპარაკებოდა ჩტიგაროსანი ვიყავი მაშინ იმ დროს და პატრიარქმა მოიკითხა რაღაც და მე ვნახე რა როგორი იყო რა საკეთებდა მე მკელიაში თავის კელიაში შევიდა ცუდა იმ ბოლოს მე რო პატრიარქმა ბოლოს რო ნახა უკვე იწვა აღარ შემილია უწმინდესო ეუნებოდა უკვე ცუდა თავარო და მაგრამ აი ის თქმა მინდა მე იცი რომ აი წარმოიდგინეთ ქრისტეში ეს რა ძალით იყო ხო? გაბრიელი ვინ იყო მასთან, ხო? მაგრამ გაბრიელში ჩვენ რაც დავინახეთ და მამა პაისიში რაც დავინახეთ, შეგვიძლია მივხვდეთ რა იყო ქრისტეში. და ამიტომაც იმხელა ძალით იმოქმედა მან იმ პირველ საუკუნეში, რომ დღემდე მოდის ეს ძალა, ხო? წარმოიდგინეთ, მამა პაისიმ წინა საუკუნეში სულ 20-30 წელი იღვაცა, ხო, იმ გაგებით რომ გამოჩნდა. ხო, ანუ გავიგეთ რომ ესეთი წმინდანები, წმინდანებს იმიტომ გვიგზავნის ღმერთი, რომ ჩვენ მივხვდეთ ქრისტე როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ხო? აი ეს. და უთხრეს მას მოწაფეებმა, რაბი, იუდეველები ახლა ხანს გეძებდნენ ჩასაქოლად და კლავიქ მიდიხარ? და მიუგო იესომ, განა 12 საათი არ არის დღეში, ვინც დღისით დადის, არაფერს წამოკრავს ფეხს, ვინაიდან ხედავს ამ ქვეყნის ნათელს. ხოლო თუ ღამით დადის, წაიბორძიგებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. ნახეთ, აი ეს ძალიან საინტერესო ადგილია. გესმით ეს რას ნიშნავს? ესენი უნებია რომ იქ რომ მიხვიდე მოკლავენო შენ. სად მიდიხარო, მოსაკლავად მიდიხარო და ქრისტე ეუნება, განა დღეში 12 საათი არ არისო? იცოდეთო რომ ვინც დღე დადისო, ნათელში დადის და არასდროს დაიბორძიგებს. და ვინც ღამე დაპირებს სიარულს, ღამე ესე პროჟექტორები კი არ არის გაბალგან ისრაელში, ხო, აქ დღეს რა. იცოდეთ რომ შეიძლება სადმე ჩავარდეს, დაიღუპოს, ამას ქრისტე რაზე ამბობს? ეს ხო სიმბოლურად გადატანით ხო, ანუ ნათელში სიარული ქრისტე ხო სხვადასხვა ამბობს რომ მე ვარ ნათელი სოფლისა.
ვინც გამომყვება მე არ ივლის ბნელში, არამედ ექნება ნათელი სიცოცხლეს. ანუ ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის ნათელში დადის და მას ის არ უნდა ეშინოდეს მას, რომ შემთხვევით რამე შეემთხვევა. გესმით? აი რა არის აქ? შემთხვევით არაფერი არ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. თუ ჩვენ ქრისტეს მიუყვებით და ღმერთის ნებით ვცდილობთ ვიცხოვროთ, ჩვენი ცხოვრება შემთხვევითობებისგან დაზღვეულია. აი ამას ამბობს. იცოდეთ რომ მე ნათელში დავდივარ, ღმერთის ნებას ვასრულებ და მე შემთხვევით ვერავინ ვერ მომკლავს, ქრისტე ამბობს. ჩემი დრო როცა მოვა, აი მაშინ მოკვდები. ღმერთმა როგორც ინება, ანუ ის მისი ჯვარცმა ხო ღმერთის ნება იყო, ასე უნდა მოხდარიყო. მაგრამ ვინც ღამე დადის, ისინი ვინ ხალხია, ვინც ცოდვაში ცხოვრობს, უღმერთოდ ცხოვრობს და მათ შემთხვევითაც სიკვდილი ელოდებათ. შემთხვევითაც შეიძლება მოკვდნენ ისინი. ამიტომ ჩვენ მორწმუნეებს ეს უნდა გწამდეს. აი მე თუ ავად გავხდი, ხო მაგალითად. მე უნდა ვიცოდე, რომ შემთხვევით არ ხდება ეს ჩემს ცხოვრებაში. ან დაშვებულია, იმიტომ რომ რაღაცისგან უნდა განვიწმინდო, რაღაცამ უნდა დამანახო ჩემო ასნეულებამ და ჩემი დრო როცა მოვა ამ ქვეყნიდან გასვლის, ესეც მოხდება ისე რომ ღმერთს ხელში უჭირავს ეს ყველაფერი. გაიხსენეთ იგივე მამაპაისი როგორ გარდაიცვალა? კიბოთი. და როცა კიბოთი გარდაიცვალა 75 წლისაა და ამბობს რომ ღმერთო ძალიან მტკივაო, ძალიან ვიტანჯებიო, მაგრამ ხო გახსოვს რომ მე გთხოვეო შენო ესო. და როდის თხოვა? ერთხელ მასთან მივიდნენ სნეული კიბოთის სნეული ერთი ახალგაზრდა კაცი მივიდა და თხოვს რომ ილოცე ჩემთვის სამი შვილი მყავს პატარები და არ მინდა მოკვდე და შედის და ლოცულობს რომ ღმერთო გამინაწილე მაგისი ტკივილიო. მაგისი სიმსივნე მე მომეციო. ოღონდ გადარჩეს. ნახეთ რა შეუნება? მე მომეციო და მე როცა კვდება სიმსივნით ეუნება ხო გახსოვს ღმერთო რომ მე გთხოვეო შენოსო და შენც მომეციო და მე ვიციო ტკივაო ძალიან ვიტანჯები, მაგრამ მე ვიცი რომ ეს ამიტომ მოხდაო. გესმით? შემთხვევითობა კი არ არის მისი სნეულება. იცის რატო ჭირს და მიდის აი ამ სნეულებით მიდის ამ ქვეყნიდან და ყველაფერი როგორ არის იცით? დალაგებულია ყველაფერი. დაუძახებს დედებს ეტყვის რომ აი ასე დამარხეთ, აი იქ დამარხავთ. 3 დღე არავის არ ეტყვით რომ მე გარდავიცვალე, ჩემს საფლავს არ გახსნით და ყველაფერი ასე იქნება. ხედავთ, თვითონ ეთხოვება ამ წუთისობას, თვითონ იცის რომ უნდა გავიდეს. ეს ხო არ არის შემთხვევით. შემთხვევით ცოდვაში მყოფი კაცი როგორ კვდება? შემთხვევით ვიღაცა ესრის იარაღს და მოკლავს. ან რაღაცა უბედურება შემთხვევა ისეთი რომ ის ღმერთის ხელში არ არის. ის ეშმაკის ხელშია და ამიტომაც ქრისტე ამბობს რომ ვინც ბნელში დადის, ის დაიღუპება. მე ნათელში დავდივარ, რომ ღმერთის ნებას ვასრულებ და მე შემთხვევით ვერავინ ვერ მომკლავს. ხო გასაგებია? აი ეს პატარა პასაჟი არის უდიდესი მნიშვნელობის ჩვენი რწმენისთვის. თქვენს გახსოვდეთ რომ შემთხვევით ვერავინ არაფერი არ მოხდება თქვენ ცხოვრებაში, თუ ღმერთის, ბატონო? თუ რამე მოხდა, ხო და ეგ უკვე აღარ არის შემთხვევითი. შეიძლება გვეგონოს რომ შემთხვევით მოხდა, მაგრამ აი მაგალითად ჩემს ერთ ახლობელს დაემართა სიმსივნე. და ჩვენ ყველანი ვლოცულობდით მისთვის და ჩვენ ვიცოდით რომ ის არ წავა ამ ქვეყნად და განიკურნა ბოლომდე და ჩვენ ვიცოდით რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ ღმერთი გვედიდებინა ჩვენ ყველამ ვინც გავიგეთ ის როგორ განიკურნა ჩვენ წმენა გაიზარდა 1-1000 ეს ჩვენ შეგვემთხვა რაც ახლა ლაზარეს თავს ხდება ჩვენ სამრევლოში ბევრჯერ ვნახეთ გესმით და ეს აღარ არის შემთხვევითი ეს არის ღმერთის ნების გამოვლინება თუნდაც სიკვდილი მოსდევდეს ამას ის არის დაალაგებული ყველაფერი გესმით წამთამის კი მაგრამ ისიც ხო შემთხვევით არ არის ეს ჯანმრთელები ვართ არც ეგ არ არის შემთხვევით ეგეც ღმერთის ნება რა თქმა უნდა ზუსტად მე ხო მაგას ამბობს ქრისტე არ წაიბორძიკებს ვინც ნათელში და ჩანდო ვიაროთ უნდა ნათელში ამიტომ ქრისტე ამბობს რომ სანამ ნათელი კიდე არის თქვენთან იარ გაყევით ნათელს გესმით იმიტომ რომ თუ სანდად ნათელში არ ვილით ეს ბნელი მოგიცვალთ და დაღუპავთ ეს ბნელი და როგორია იცით ეშმაკის მოქმედება ჩვენში ეშმაკმა შებრალება არ იცის გესმით აი პაქტი ეშმაკთან შეთანხმება რატო არ შეიძლება იცით რომ მასთან შეთანხმება არ არსებობს ის არავის არ დაინდობს ის აუცილებლად გაგანადგურებს შეიძლება შენ გეგონოს აი ხო გააკეთეს ადამიანებმა რომ ეშმაკს დაუდეს შეთანხმება ეს მოხდა ისტორიაში მართლაც გაუკეთებდნენ მათ ეგონათ რომ იმ სიმდიდრეს და იმ დიდებას რასაც მათ ეშმაკი მისცემს ასე შეირგებენ და ისიამოვნებენ არა ის კლავს ის მოკლავს აუცილებლად დაგღუპავს რომ მას ზულს ადამიანები ამიტომ იარეთ ნათელს ამბობს ქრისტე
და ესა თქვა და უთხრა ლაზარემ ჩემმა მეგობარმა მიიძინა, მაგრამ მე მივალ და გავაღვიძებ მას. ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს, უფალო თუ მიიძინა, მაშინ განიკურნება. მათ ეგონათ რომ ჩაიძინა, ესე იგი, ხო, ასნეულს როგორც ჩაეძინება ხოლმე, მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ რომ ძილით მიძინებისთვის ამბობდა ამას. მაშინ იესომ გარკვევით უთხრა, ლაზარე მოკვდა და მიხარია თქვენს გამო რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ, მაგრამ ავდგეთ, წავიდეთ ამასთან. და თომამ ტყუპისცალად წოდებულმა უთხრა თანამოწაფეთ, წავიდეთ ჩვენც და დავიხოცოთ მასთან ერთად. ნახეთ, ძილი და სიკვდილი ბერძნულში ერთი და იგივე სიტყვა გამოხატავს და ამათ ეგონათ რომ ჩვენთანაც ხო ესეა, ღვთისმშობლის მიძინება, ხო? ღვთისმშობლის გარდაცვალებას ქვია ღვთისმშობლის მიძინება. ქრისტე ასე ლაპარაკობს, რატომ ლაპარაკობს ასე რომ ღმერთისთვის ჩვენი სიკვდილი არის ჩვენი დაძინება. ჩვენ დროებით ვიძინებთ იმ რამამდე სანამ გაგვაღვიძებს ღმერთი. აი ეს სიბრძნედებს სამარში, გესმით? ამიტომაც ამბობს რომ მიიძინა, რომ ეს გააგებინოს და შემდეგ რათა ვერ იგებენ, უთხრა რომ მოკვდა, ის მოკვდა, ის თქვენ როგორც ამბობთ, მოკვდა ადამიანურად როგორც თვლით და მე მივალ და გავაღვიძებ მას და თქვენთვის არის ეს და თომა, ნახეთ თომას საინტერესო ხარ, თომა საიდან გვახსოვს ჩვენ? ურწმუნო თომა, ხო? ხელებს რომ ამოწმებს, რომ ერთ-ერთი მოწამეა, ისე ურწმუნოა და თომას ხასიათი ნახეთ როგორია, რომ შეშინებულია თომა და წავიდე და დავიხოცოთ მასთან ერთად. ხო, იმას კი არ ამბობს, რომ არა მე ვერ წამოვალ მეშინია. თამ გაბედულია, თამ ისე მამაცია, მაგრამ წავიდე და დავიხოცოთ და სასიკვდილოდ მივდივართ, ასე ამბობს და მიყვებიან. და როცა მიივიდა უფალი, ნახა რომ ლაზარე უკვე 4 დღე ადრე თომა შეიძლება ხო საინტერესო ძალიან პერსონაჟია თომა და ჩვენ ვიცით რომ თომაზე გადმოცემიდან ცნობილია რომ ინდოეთამდე ჩავიდა სახარების ქადაგებით ინდოეთამდე აი ეს ურწმუნო კაცი და უკვე როგორც ჩანს აქედან უკვე დაიწყო მას სიკვდილთან შეგუება ინდოეთი იმ დროს წარმოგიდგენიათ რა ქვია რა იქნებოდა იმ შიშორეზე იმ ველურ ხალხში ტომებში და ხალხში და ინდოეთამდე იქ მოკლეს მე იქ მოკლეს სახარი მე მისიონერებმა ჩამოიტანეს სიონში ამბობენ რომ ის ხო სიონში არის მისი თავის ქალაქი მაგრამ საიდან მოხდა ჩვენთან მე მგონია ეს მისიონერებისგან არის ჩამოტანილი არ ვიცი ზუსტად ეგ ისტორია შეგვიძლია მოვიწიოთ ეგ ისტორია მაგრამ საერთოდ იცი ეს წმინდანთა ნაწილები როგორ არის იცით ძალიან ბევრგან არის ეს წმინდა ნაწილები ხო ხო ფაქტობრივად იცით რა არის წმინდანთა ნაწილებს რო ჩვენ ტაძარში ვნახავთ ეს უფრო მეტად განასახიერებს რომ ისინი ჩვენთან არიან დაკრძალულნი აი ამის სიმბოლიკაა რომ წმინდანის საფლავი ძვირფასია იმ გაგებით როგორც ქრისტეს საფლავიდან ამოვიდა აღდგომა მოფწყინდა აღდგომა ისე წმინდანთა საფლავიდან ამოვლენის წმინდანების როცა იქნება ხო ამიტომ მათი ნაწილების შენახვა ტაძრებში ეს არის სიმბოლიკა იმისი რომ მათი საფლავია ჩვენთან იმყოფება ჩვენთან მიიძინა ჩვენთან ძინავს მას ასე ამ გაგებით ხო ჩვენთან ძინავს ხოლო ბეთანია ხოლო ახლა რა მოხდა რომ მივა ბეთანიაში ესაა ძალიან საინტერესო როგორ ხდებიან მას ეს დები ხო როცა ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო დაახლოებით 15-ოდე უტევანის მანძილზე ანუ ეს 15 უტევანი არის 3 კილომეტრი 2775 მეტრი ზუსტად და როცა მრავალი იუდეველი მისულიყო მართას და მარიამთან ერთად რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი მართა ნახეთ იუდეველთაც როგორც ჩვენ ქართველებს როგორ ბევრი რაღაცა გვაქვს გადმოღებული იმ სამყაროდან ან ჩვენთანაც იმ დროს ასე იყო აუცილებლად იუდეველთათვის ითვლებოდა დიდ სათნოებად რომ გარდაცვალებულის ოჯახში სულ უნდა ყოფილიყო ვიღაც ნათესავი მეზობელი როგორც ჩვენთან არის ხოლმე არ შეიძლებოდა მარტო მათი დატოვება 7 დღე იყო გლოვის დღე
და ეს 7 დღეს სულ თავზე ხვიდნენ ეს ნაცისავი ბეზობლები, ჩამოდიოდნენ შორიდან, ნაცნობები და იყო ესეთი გლოვის ესეთი რიტუალი იყო, რომ ეს იმას ხო იმ დღესვე გრძალავდნენ მიცვალებულს, მზის ჩასვლამდე უნდა დაეგრძალა. და ეს ქალი, გლოვიარენის დედები, ქალები, ვინც იყვნენ, იჯდნენ, ისხდნენ დაბალ სკამზე სახლში. და გლოვობდნენ, თვები ქონდათ გაშლილი, ეს ძველი ტანსაცმელი ეცოდა და გლოვაში ატარებდნენ ამ 7 დღეს და ესენი იქ სულ იყვნენ, ეს მისი ნათესავები და ახლობლები, რომ ენუ გეშებინათ. ხანდახან გაიქცეოდნენ ხოლმე გლოვიარენი და საფლავთან მივიდოდნენ და იქტიროდნენ. ან ყოველდღე ხო ამოწმებდნენ და ესენი მიდიოდნენ. აი ეს გლოვის პერიოდი სიტუაცია აქ და მართა და მარიამი ორივე დები იმ ლაზარეს, რომელიც გარდაიცვალა, ახალგაზრდები არიან როგორც ჩანს. რამდენი წლის იქნება? ალბათ 30-მდე, ხო ეს დაძმანი და ეს მართა და მარიამი ორივე გლოვობენ სახში და მართამ გაიგო რომ მოდის ქრისტე, ალბათ ვიღაცამ ამბავი მოუტანა ბეთანიას რომ უახლოვდა ქრისტე და გაიქცა, წამოხდა და გაიქცა რომ შეეგებოს უფალს ამ დაბის, ამ სოფლის შემოსასვლელში და უთხრა მართამ იესოს რომ შეხვდა. ესე იგი იმედი გქონდა რომ გაიქცა. ხო. გქონდა ხო, იმედი გქონდა როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეუნება მაგას. ნახეთ რა შეუნება? აქ რომ ყოფილიყავი უფალო, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. ანუ შენ შეგეძლო აქ რომ ყოფილიყავი, გადაგერჩინა ჩემი ძმა. ადრო? აქვს, როგორც ჩანს, აქვს, ნახეთ, მაგრამ ახლაც ვიცი, რაც უნდა სთხოვო ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. აქვს აღდგომის ძმე, როგორ არ აქვს? იცის რომ მას, იმიტომ რომ ქრისტეს ხო აქამდე უკვე მკვდარნი აღუდგენია. აი, ფინიკიელი ქალის დემინუჩ შეპრობილი ქალიშვილი რო განკურნა, ის რო სინაგოგის მთავრის მკვდარი ქალიშვილი რო აღადგინა 12 წლის. ეს უკვე ქრისტეს აღუსრულებია და მართამ ეს იცის და ამიტომაც რომ ახლაც ვიცი რომ ახლაც შეგიძლია შენ ჩვენი შველა ამას შეუძლია. და უთხრა მას იესო, აი ნახეთ ქრისტე რას აკეთებს. ქრისტე გვაჩვენებს რომ აი ბოლოსში თქვენ რასაც ელოდებით აქ არის უკვე. აი ამის ჩვენება უნდა ქრისტეს. იმიტომ რომ იუდეველები ბოლოს დღეს მესიის დღეს ეძახდნენ, მაშიახის დღე ერქვა, დღესაც ასე ქვია. მაშიახის დღეს ისინი ელოდებიან მკვდართა საყოველთაო აღდგომას. აი მე რომ გაჩვენეთ ეს ისინი ზეთისხილის მთა რომ ნახეთ ჩვენ. თუ დააკვირდით ამ ზეთისხილის მთაზე სულ არის საფლავები. სულ. რატომ? იმიტომ რომ ზეთისხილის მთა ითვლებოდა საუკეთესო ადგილად დასაკრძალად. რატომ? იმიტომ რომ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში ბოლოში 14 თავში წერია რომ როცა მოვა მაშიახი, ქრისტე ზეთისხილის მთაზე გამოჩნდება ის პირველად. შედგება მისი ფეხი ზეთისხილის მთაზე. გესმით და აი ეს ზეთისხილის მთა არის სიმბოლო აღდგომისა. და დღესაც ყველაზე მდიდარი იუდეველები იქ ყიდულობენ ადგილებს, მაგრამ მილიონები ღირს, ძალიან ძვირი ღირს უკვე იქ ადგილი და ყველაზე მდიდარი იუდეველები, ებრაელები იქ იმარხებიან ზეთისხილის მთაზე რომ გამოჩნდება, რომ მიძინებიდან გამოგვიძინებდა. იმით ხო, რომ გამოჩნდება მაშიახი, პირველი ჩვენ გამოგვაღვიძოს, ჩვენ აგვადგინოს პირველი, იმიტომ რომ სადაც გამოჩნდება იქ აღდგებით პირველები, გესმით და ეს ზეთისხილის მთა არის სიმბოლო აღდგომის და შემთხვევით არ ხდება რომ ლაზარეს ზეთისხილის მთაზე ცხოვრობს, ხო? ბეთანია ხო ზეთისხილის მთაზეა და როცა იქ ქრისტე ბზობას მოდის ვირით, საიდან მოდის? ზეთისხილის მთიდან მოდის, რომ აღდგომა მესია ქრისტე იქიდან უნდა მოვიდეს, გესმით? თან ეს ზეთისხილის მთა იყო იერუსალიმის აღმოსავლეთით. მზე მართლაც იქიდან ამოდიოდა ხოლმე, ხო? აი მთას რო უყურებ ზეთისხილის მთას, დილას მზე იქიდან ამოდიოდა. აი ზუსტად ასე მოხდა, როცა ვირით მოდის ქრისტე, მზესავით ამოვიდა იქიდან და მოდის იერუსალიმში, ზუსტად ასე აღდგა ლაზარეთ საფლავიდან, როცა ის აღადგინა ქრისტემ და ესე უნება ვიცი რომ შეგიძლია ახლაც თხოვო ღმერთს და ფაქტობრივად ის აღმედგინო შენ ჩემი ძმა. უთხრა მას იესომ, აღდგება შენი ძმა. უთხრა მას მართამ, ვიცი რომ აღდგება აღდგომისას უკანასკნელ დღეს. იუდეველია მართა მორწმუნეა და იცის რომ კი ეკი ვიცი რომ ბოლო დღეს აღდგება, მაგრამ ახლა რა ვქნათ? აი რომ გარდაგვეცვლება ხოლმე ჩვენ ძალიან ახლობელი ვიღაც, ხო? ჩვენც ვამობთ ასე რომ კი, წამს რომ ბოლო დღეს აღდგება, მაგრამ ახლა რა ვქნა? ახლა რა უშველო ამ ტკივილს, ხო ვამობთ ხოლმე ამას? აი ეს სიტუაცია ზუსტად იქაც. რომ მართა ეუნება რომ ეხლა რა ვქნა? ახლა იმ ბოლო დღეს ვიცი და ეუნება ქრისტე. მე ვარ აღდგომა
და სიცოცხლე. აი შენ რასაც ელოდები ბოლო დღეს, მე ვარ ის, აი შენს წინაშე მდგომარი. ვისაც წამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს იცოცხლებს და ყველა ვინ ცოცხლობს და ვისაც წამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. წამს ეს ეუნება ქრისტე. ახლა როგორი შეკითხვაა? მართა ეუნება დიახ უფალო წამს რომ შენ ხარ ქრისტე ძეღმთისა მომავალი ქვეყნად. ქრისტე რას ეუნება ნახეთ, რომ ვისაც წამს ჩემი და მოკვდება, იცოდე რომ აღდგება. და ვინ ცოცხალია და წამს ჩემი აღარ მოკვდება უკუნისამდე. შეიძლება ეს მე ჩემ თავზე თქვა ახლა? არა. მე ცოცხალი ვარ და მე წამს ვიწამე მისი და მე არ მოკვდები უკუნისამდე. შემიძლია ეს თქვა თუ არა? ხომ რა სხეულით ხომ მოკვდები? სხეულით მოკვდები, მაგრამ ჩემი სულის უკდავებაზეა ლაპარაკი, რომ მე თავარი სიკვდილი, სულიერი სიკვდილი. აი როცა ადამი და ევა სამოთხეში დაეცნენ, თავარი სიკვდილი მათი სხეულით სიკვდილი იყო თუ სულით სიკვდილი იყო? რა თქმა უნდა, სულიერი სიკვდილი, იმიტომ რომ მათ დაკარგეს ყველაზე მთავარი ღმერთთან კავშირი, ხო? სხეულითაც ანარეკლი ამ ღმერთთან კავშირის დაკარგვის იყო, რომ სხეულითაც მოკვდავები გახდნენ. ადამი და ევა არ უნდა მოკვდარიყვნენ, ისინი უკდავები უნდა ყოფილიყვნენ, თუ ღმერთთან შეინარჩუნებდნენ კავშირს. მათმა სულიერად მოკვდნენ და სხეულიც მოკვდა მერე 100 წელიწადში თუ 150 წელიწადში მათ. გესმით? ქრისტეც ამას ეუნება, ვისაც მე წამვარ, ცოცხალია, ის არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს? მე მწამს, თქვენ გწამთ? თქვენ გწამთ, რომ ქრისტეში თქვენ მარადიული სიცოცხლე იპოვეთ, გწამთ? აი ეს არის ჩვენი რწმენა. ზუსტად რომ კი, ჩვენ ქრისტეში მარადიული სიცოცხლე ვიპოვებთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილზე, ადამიანის სიკვდილზე, ხო, ყოველთვის ფიქრობს. აი რა იქნება, რა გაგრძელდება ჩემი ცხოვრება? მე ვიცი რომ მე რომ მოკვდები, მე ქრისტეში ვიცოცხლებ აუცილებლად. ჩემი სიცოცხლე გაგრძელდება მასში. აი როგორც აქ მიყვარდა, როგორც აქ მწამდა, როგორც აქ ვეძებდი მას. აი იქ რო წავალ სხეულის გარეშე, ხო, ჯერ სხეულის გარეშე. აი მასთან ნახავ ამ ყველაფერს, რასაც აქ მიყვარდა მასში ყველაზე მეტად. გესმით? აი ეს არის ჩვენი რწმენა და მართლაც ზეუნე. და კიდევ ერთი. აი წარმოიდგინეთ რომ ხვალ არის მეორედ მოსვლა. ხვალ. წარმოიდგინეთ? მიცვალებული ვინც არის და ვინც მორწმუნეა, ხვალ აღდგება, ეს ჩვენ ვიცით. აი ერთ რას ვინც მკვდარია, ის ხვალ აღდგება. და ვინც ცოცხლები ვართ, ვიქნებით ხვალ, ჩვენ რა მოგვივა? ჩვენ აღარ მოკვდებით უკუნისამდე, სხეულითაც აღარ მოკვდებით. იმიტომ რომ ქრისტე რომ მოვა, ჩვენ შევიცვლებით მარადიული უკდავის სხეულები. პავლე მოციქული წერს ამას თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში. გესმით? ეს არის დიდი საიდუმლო პავლე ამბობს, რომ ვინ ცოცხლები დავხვდებით ქრისტეს ეცი და როცა გამოჩნდება მეორედ, ჩვენ შევიცვლებით მარადიული სხეულები და მკვდარნი აღდგებიან უხრწნელნი, ისინიც უკდავის სხეულები. ეს სხეული რომელი სხეულია? ვის ქონდა ეგეთი სხეული, რომ არა, ქრისტეს, როცა ის მკვდრეთით აღდგა, ხო, ასეთი სხეული ქონდა მას, შედიოდა დახშულ კარში, უკდავი იყო, მას ვეღარ ავნებდი მის სხეულს ვერაფერს. შეიძლება და ყოფილიყო ემაუსის გზაზეც, შეიძლება ყოფილიყო იერუსალიმშიც, გესმით? ამიტომ აი ასეთი სხეულებით აღდგებით ჩვენ, როცა ის მოვა მეორედ. აი ამას ეკითხება და მაგრამ ხო, შეხება შეიძლებოდა მის, მაგრამ საკვები მას აღარ სჭირდებოდა. ამიტომაც მაჩვენეთ რამე ხო არა გაქვთ საკვები რომ გაჩვენოთ რომ ჭამა შემიძლია, მაგრამ საკვები მას არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ უნები იყო მისი სხეული, აღარ ძველდებოდა მისი სხეული. დიახ? ერთ 93 წლის ქალბატონმა მითხრა, ეხლა ხალხაზე ერთი წლისი ქმარი რო გარდაეცვალა, ამდენ მილიონ სულშიო სად ვიპოვო ეს ჩემი ქმარი? იპოვე, ნუ გეშინი. იპოვე. იმას განიცდის, ის ჯერა რომ იპოვის, მაგრამ როგორ ვიპოვო ის არ ვიციო. ამდენი მილიონი ხო ვართ, მილიარდი ვიკებითო იყო და როგორ ვიცნო სადაც. ჩვენ ახლა ბავშვები რო ვიყავით, ბებია ჩემს, როცა ჩვენ დავიწყეთ მორწმუნეობა, მახსოვს ბებია ჩემი კახელი ქალი იყო და როცა ჩვენ დავიწყეთ ეკლესიაში შერო და ახარებებს რაღაცა, ბებია ჩემს ვეუნებოით ხოლმე, ბებო, აი ეს უნდა წაეკითხო, ეს უნდა იწამო, ვეუნებოით ხოლმე და მე ჩემს ახლა ძველებურად სწამდა საანთელ საქმე და მაგრამ აიო ერთხელო ჩემი დიმიტრი რო
გამიბრუნოს ერთხელ რომ ნახო, ვიწამებ ხო გვეუბნება, თავის ქმარზე გვეუბნება ხო. მე ჩვენ დავცინოთ ხოლმე ერთი ღამით ხო ბებო. ერთი ღამით. ხო არა, ვიცნობთ აუცილებლად, იმიტომ რომ ის სული და ის სხეული იქნება უსაზღროდ ღვთაებრივი, სხვანაირი აბსოლუტურად. ეხლა ჩვენი სხეულის პრობლემა რა არის, რომ ავატხდებით, ნაკლულნი ვარ, ძველდება ჩვენი უჯრედები, ხო აღარ მრავლდება, აღარ ახალდება. აი ესე გენეტიკურად ჩადებული გვაქვს ეს კოდი, რომ უნდა დავძველდეთ, ხო? მაგრამ მე ეს ასე აღარ იქნება, მარადიული იქნება ყველაფერი. და ეს რომ უთხრაო, როგორ გონიათ, წამსო მართამ რო უთხრა, შეიძლება და ბოლომდე წამდეს მას ეს ყველაფერი? არა? მაგ ხის იესო როტირის. ეს ცოტა მოგვიანებით მოვა. ეს მარიამთან ეს ეთქვის რომ მე წამსო რომ შენ ხარ იესო ეს ქრისტე ძე მართა ეუბნება, მართა. კი, მაგრამ მე ეუბნება რომ 4 დღის მკვდარიაო და არა წამსო. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბოლომდე წამს. კი. რატომ უნდა თქვა ეგეთი რამე და მაგ დროს პირის იესო რომ რაც უთხრა ის არ დაიჯერა. ხო, მოდი მან არც მაგამ და არც ხალხი. კი, მართალი ხარ, მაგრამ უკვე ქრისტე ეუბნება აი ამას ეუბნება უნიშნულოვანეს რაღაცას, რომ ვინც მოკვდება აღდგება და ვინც იწამებს ჩემსას ცოცხალი ის აღარ მოკვდება. წამს ეუბნება მართას და მართას ბოლომდე შეიძლება ეს გაზრებული კონდეს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხანდახან ასე ხდება, რომ აი სიყვარული და მინდობა რაღაცეებში გვარწმუნებს და ვამბობთ, რომ კი, წამს, მაგრამ გონებით მერე მიუყვებით ამას და გონებით მერე ვიაზრებთ ბევრ ამას, ხო? აი ღმერთი ასეა ჩვენში. აი ბიბლიასაც მაგალითად როცა სიყვარულით აიღებ და კითხულობ, თუ გიყვარს ღმერთი და ეძებ, ყველაფერი არ გესმის, თუმცა ხან დარწმუნებული ხარ, რომ ეს კარგია, ეს სიკეთის მომტანია და შემდეგ გონება მერე მიყვება ამას. აი თორე ესე ემართება მართასაც. კი, წამს ეუბნება, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მართა, აი რაც ალეკომ თქვა, მართა მაინც დაეჭვებულია რაღაცეებში, მაგრამ წამს ხო ეუბნება. იმიტომ რომ თავარი ეს სიყვარულია და ეს ნდობა აი თავის მოზღურის მიმართ და აი ესეთია ადამიანი, ესაა მთავარი. ესაა მთავარი რომ მიენდო ხალხმაც რო ნახა და რო არ იცამეს ბოლომდე დავიდა იმიტომ ხო. ესა თქვა მართამ და გაიქცა და დაუძახა თავის მარიამს ჩუმად უთხრაო რომ მოძღვარი მოვიდა და გეძახისო შენც. ალბათ უფალმა უთხრა რომ მარიამიც მოიყვანეო უთხრა, როგორც ჩანს. და წამოხდა მარიამიო და გაიქცაო ამ თავის იქ იჯდა იმ როგორც თქვით იმ პატარა სკამზე სახში და ეს რო უთხრა დამ წამოხდა და გაიქცა და მამათ ეგონათ ამ ახლობლებს რომ საფლავზე ხო არ გარბისო ძალიან მწუხარება შემოაწვაო და გაყონენ ეს ხალხი ვინც სახში ყავდა და მივიდა მარიამიო და მის ფეხით დავარდაო ქრისტეს ფეხით და იგივე ეუბნება რომ უფალო აქ რო ყოფილიყავი არ მოკვდებოდაო ჩემი ძმაო რატო ეუბნებიან დები ორივე ერთ და იგივე რამეს როგორ გონიათ არ არიან ალბათ ისე ბრმა იმიტომ რომ დები სახში მაგაზე ლაპარაკობდნენ რომ მათი ძმა რო გარდაიცვალა ლაზარე ფიქრობდნენ რომ სად არის ამდენ ხანს აბა 3 დღე გავიდა მე-4 დღეა და არ ჩამოვიდა ალბათ დები ამაზე წუხდნენ როგორც ჩანს გესმით და ამდენ ხანი რათ უნდა იქიდან აქ ჩამოსვას 35 კილომეტრია და აქ ბადრო ნამდვილად სჯეროდათ რომ იქ ხო ზუსტად ხო იქ რო ყოფილიყო და ამაზე ნალაპარაკები აქვს აი ესეთი აი ზუსტად აღწერს წიგნი იმას რაც მართლა მოხდა და მარიამი ამახოლ და მას ეუბნება და ქრისტემ რო დაინახა როგორ გულამოსკვნილი ტიროდა როგორ მწარე ტიროდა მარიამი და როგორ ტიროდნენ იქ ხალხი ვინც მას მოყვა შეიძრა სული და შეკრთავა ასე წერია შემკრთალ ხართ როდისმე აი ცოტა გაკლია ტირილამდე შინაგანად რო აი რაღაც შეიძრებას რო ხედავ ტირალ ხალხს და აი მე ერთ ადგილას ვიყავ გლოვიარე ოჯახი იყო ქარიშვილი გარდაეცვალა ახალგაზრდა და მოასვენეს ეს გოგო აი მე არ ვიცი ეგეთი რამე არსად არ გამიცდია ისე გულამოსკვნილი ტიროდა დედამისი რომ ყველამ დაიწყო ტირილი აი მართლა ეს ადგილი გამეორდა რა აი ყველა შეკრთა რაღაც შინაგანად ისეთ სიმებს შეეხო ამ დედის ტირილი რომ აი ყველამ დაიწყო მთელი корпуსი ტიროდა თბილისში იყო აი შემიძლია თქვა რომ მთელი სადარბაზო ტიროდა და ბინაში ვიყავით ჩვენ და სადარბაზოდან გვესმოდა რომ აი ყველა ტიროდა ხო და აი ეს სიტუაციაა რომ
შექმნა ქრისტეც ეს რო დაინახა. და თქვა, სად დაგრძალეთ, აი ამ ათრთულებული ხმით ამბობს, რომ სად დაგრძალეთ, მაჩვენეთ სად არისო იგიო და მოდი უფალო და ნახეო უნებენ, აი მოდი აქ არის და ატირდა თავადაც იესო. აი ის მოხდა ზუსტად, რომ თავადაც ატირდა. რატო ატირდა, როგორ გონიათ ქრისტე? იმიტომ ადამიანი იყო, ნამდვილი ადამიანი იყო, გესმით? იმიტომ რომ ატირდა, მან გვაჩვენა, რომ ის ღმერთი ნამდვილად კაცი გახდა. ნამდვილად ტირილი მხოლოდ ადამიანს შეუულია ასეთ გრძნობებით ტირილი, ხო? რომ სხვას რო უყურებ, შენც რო ტირი ხარ, მხოლოდ ადამიანს შეუულია, ხო? ის სარკისებრი ნეირონი მხოლოდ ჩვენ გვაქვს. აი ქრისტე სრული კაცი რო გახდა, აი ეს გვიჩვენებს, რომ ტირის ამ გლოვიარეს ამ ძიმე ამბის შემხედვარ და თან მეორე ეს გვაჩვენებს. მაგრამ გაზარი, მაგრამ თან კიდევ რას გვაჩვენებს, ნახეთ? მან იცის ქრისტემ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები მისი ზეცათამაღლების შემდეგ, აი ბერძნულ სამყაროში ფილოსოფია ძალიან მოდებული იყო ყველგან, ხო? აი თვით მითებშიც კი ფილოსოფიურად არის ყველაფერი შემოსილი, ხო? აი ბერძნული რომაული მითები ჩვენ ხო ვიცით და მან იცის, რომ ქრისტიანობას ბერძნულ სამყაროში და რომაულ სამყაროში რო გავა, მას ირწმენა, ყველა დიდ საშიშროება მას ემუქრება რა? რომ იტყვიან, რომ ეს ფილოსოფია მართლა კი არ მოხდა ეს ისრაელში. არა, ეს უნდა გავიგოთ როგორც ზევსის ამბავი, როგორც ჰერმესის ამბავი, როგორც რაღაც ღვთაების ამბავი. ესე უნდა გავიგოთ ეს ფილოსოფია, ლამაზი იდეა. ღმერთი. მაგრამ არა, პირველ საუკუნეებში ვლაპარაკობ მე. მან ეს იცოდა, გესმით და ამიტომაც ქრისტე აჩვენებს ბევრ ადგილას, რომ ნამდვილი კაცია ის. ტირის ნერწყვი აქვს, სისხლი გადმოსდის მას, გესმით, დაიღალა, დაიძინა, რომელი ღმერთი იძინებს, ზევსი იძინებს ან რომელი ზევსი ტირის, ბატონო? ხო, ზევსი არსად არ ტირის, მაგალითად, თუ ან ჭამს, ხო? მათთან ერთად არის ან ფეხს ბანს ვინმეს, აი აჩვენებს აბსოლუტურად ადამიანურ რაღაცებს. ხო, აი ამიტომ აკეთებს ამას და ზუსტად. კი, სიყვარული გამოდა, კი. აი ერთი რამ იცოდეთ კიდევ, ძალიან გთხოვთ. აი თქვენ ახლა შეიძლება მოგიწიოთ ისლამის მორწმუნეებთან შეხვედრა. აი რითი ებრძვიან მუსლიმები ჩვენს წმენას. რას ამბობენ იცით, რომ ქრისტეს არსად არ უთქვამს, რომ ღმერთი ვარ მეო. არსად არ უთქვამს მას. აი უყურეთ, თუ მუსლიმი გეკითხებათ, ქრისტე ღმერთი იყო თუ კაცი, რა უნდა უპასუხოთ? ორივე. არა, ღმერთი ორივე. 100 უნდა ნახეთ, ერთხელ ჩემთან ერთი მოზარდი მოვიდა მასთან მივიხენში და მეუნება, ამაო ქრისტეო 50% ღმერთი იყო და 50% კაციო? ეს უკვე შეცდომა. არა, 100% ღმერთი და 100% კაცი ოღონდ ერთ პიროვნებაში. ერთ ძე ღმერთის სამების მეორე პირის პიროვნებაში იყო 100% ორივე ღმერთის და კაცის. როცა ის მკვდარს აღადგენს, მაშინ ვინ მოქმედებს? ღმერთი. როცა ის მაგალითად ტირის, ვინა? კაცს. ღმერთს ტირილი არ შეუძლია, მაგრამ პიროვნება, ამ ორის შემაერთებელი პიროვნება არის მამა, ძე ღმერთის პიროვნება, სამების მეორე პირის, ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი მეორე პირის პიროვნება არის, რომელიც აერთებს ამ ორ ბუნებას. გესმით? აი ეს არის ჩვენი სარწმუნოება. ამ სარწმუნოებას ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ ღვთაებრივია მართლაც ეს. და აი ამას ხედავთ და კიდე ერთი. ტირის კიდევ ქრისტე, იმიტომ რომ გვაჩვენოს, რომ ღმერთი დასტირის ჩვენს მდგომარეობას, ხო? აი შექმნა, შეიძრა ტირის, ეს აჩვენებს, რომ ღმერთს არ სურს ჩვენი სიკვდილი. ის რომ ჩვენ გვდებით, ღმერთში ასეთ ემოციებს, ღმერთი ვერ გამოიწვევს ემოციებს, ღმერთ კაცში აი ასეთ ემოციებს იწვევს, რომ ჩვენ რომ გვდებით, ჩვენი ცოდვის გამო ის დასტირის ამას, ეს ძიმეა, ღმერთს არ უნდოდა, ღმერთი ვერ იტანს ამას და იმიტომაც მოავლინა თავისი ძე, რომ ჩვენ სიკვდილისგან გაგვათავისუფლოს და მარადიული სიცოცხლე მოგცეს. ხო გასაღებია? აი ეს არის ეს ადგილი და მიიყვანეს, აჩვენეს ის ადგილი, სადაც ლოდი იყო მიფარებული საფლავს
ალბათ ბევრს გინახავთ საფლავი როგორ იყო, ხო? კლდეში იყო გამოჭრილი ოთახი და დაბალი დახრილი ყავი და ეს შემძრალი ყავი შიგ და რგვალი ლოდი იყო მიფარებული ამაზე, იმიტომ რომ ლოდი უნდა ოთხკუთხედს ძნელი გადატანა. რგვალი კიდე გორდება, ხო ეს ლოდი? და აი ესე იყო ლოდი მიფარებული ამ საფლავზე და ქრისტე უნება გადაწიეთ ლოდიო მოაშორეთო და რაც ალეკომ თქვა, აი აქ კიდევ ერთხელ ეუნება მართა მისი და ხო უთხრა მწამსო უფალო უკვე ყარსო უფალო ლოდი როგორ გადავწიოთო ყარსო მართა იყო მართა და მართა უფრო ესეთი აქტიურია უფრო რაღაცნაირად კითხვებს სვავს ხო ესეთია სხვანაირია და მოაშორეს ლოდი მღვიმეს სადაც ეს ვენა მკვდარი ხოლო იესო მზეცა საღაპრო თვალნი და თქვა მამაო გმადლობ რომ ისმინე ჩემი მე კი ვიცი რომ ყოველთვის ისმენ ჩემსას მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხისთვის თქვი რათა ირწმუნონ რომ შენ მომავლინე მე ეს რომ თქვა ხმამაღლა დაიძახა ლაზარე გამოდი გარეთ და გამოვიდა მკვდარი სახვევებით ხელფეხ შეკრული და სახე შესუდრული ითხრა იესომ მათ გახსენით იგი და გაუშვით წავიდეს. ნახეთ, ეს არის უნიშნულოვანესი და უძლიერესი ადგილი. მე მინდა ერთი ადგილი განახოთ, ეს არის ძველი აღთქმიდან მესამე მეფეთა წიგნში, მე-18 თავში. ნახეთ. რომ გაჩვენოთ, რომ როგორ ლოცულობენ ადამიანები და როგორ ლოცულობს ქრისტე, ხო? მესამე მეფეთა წიგნის მე-18 თავში აღწერილი ადგილი, sadაც ილია წინასწარმეტყველი ლოცულობს ღვთის წინაშე, რომ დაუმტკიცოს ქურუმებს, კერპების მსახურ ქურუმებს, ცრუ ღმერთებს, რომ იაჰვეა ის ყოვლადწმინდა სამებაა ნამდვილი ღმერთი და ის ეუბნება ილია, რომ მოდი მსხვერპლი დავდეთ თქვენს და მეცო და ზეციდან ცეცხლი ვის მსხვერპლსაც დაწვავსო, ეს არის ნამდვილი ღმერთიო. და ნახეთ როგორ ლოცულობს ხმა გამეცი უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ხარ ღმერთი უფალი, რომ შენ შეგიძლია უკუმო აქციო მათი გულები. ხმა გამეციო, ორჯერ ეუბნება. ხმა გამეციო, რომ ამათმა ირწმუნონ. ქრისტე ასე არ ეუბნება. ხმა გამეციო, მამას ხო არ ეუბნება. წესით როცა ეუბნება, გმადლობ ღმერთო, რომ შენ ისმინე ჩემი, ეს არის მეორე წინადადება, ხო? ხო, მაგრამ უყურეთ, როცა ჩვენ ლოცულობთ ღმერთო, გთხოვ, მომეცი ესა და ეს წყალობა, ხო? და მე ვიგრძენი რომ ღმერთო მომცა ეს წყალობა და მე ვამბობ რომ გმადლობ ღმერთო, გმადლობ რომ ისმინე ჩემი. მაგრამ ქრისტე იმ პირველ წინადებას არ ამბობს, გთხოვ, შემისრულე, ხმოვ დამეხმარე. მხოლოდ მეორეს ამბობს, გმადლობ რომ ყოველთვის ისმენ ჩემსას. მაგრამ ეს ამიტომ თქვი რომ ამათ მაიცოდნენ რომ მე და შენ ერთი ვართ. ხო საოცარი ლოცვა. ვინც რომელი ჩვენთაგან სულ ეგეთი ლოცვა. რომ ღმერთო მე ვიცი რომ ჩემსას ყოველთვის ისმენ და გმადლობ რომ სულ მე და შენ ერთმანეთის ვიცით. ღმერთ შეიძლება ეს შევკადროთ რომ მე შენ იცი მე რა მინდა და მე ვიცი შენ რა გინ ამას ხო არ ვამბობ ჩვენ. ხო და მაგაშია აი სიტყვა თქვი მეზობელი ხერმა და ქრისტეს მამა ღმერთი უწოდებს ჩემი თანასწორი. ბიბლიაში ასეა ნახსენები, ჩემი თანასწორი კაცი, ჩემი მეგობარი კაცი. ანუ აი ჩემი თანაბარი კაცი, მამა ღმერთი, ასე ამბობს ქრისტეზე და ქრისტე ამას აჩვენებს, რომ მე და მამა ვარ თანაარსნი, თანასწორნი. ამიტომაც, ბატონო, და კიდევ ვინ არის ერთარსი მათი? სულიწმინდა. ეს სამი ყოველთვის ერთად მოქმედებს, მაგრამ სხვადასხვა პირები არიან, სხვადასხვანაირად, ამ სამნაირად ცხადდება ღმერთი. ეს რომ თქვა, დაიძახა ლაზარე გამოდი და გამოვიდა მკვდარი. მაშინ მრავალმა იუდეველმა, რომლებიც შევიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. ნახეთ, ხელფეხ შეკრული რომ გამოვიდა ქრისტე უნება რომ გახსენითო, მოხსენით ეს სახვევები იაროსო. რა ის სიმბოლოა ეს, რომ ვინც გამომყვება მე არიulis ბნელში. ანუ სიკვდილის სახვევები ეს სუდარა, სიკვდილის სახვევები არის სიმბოლურისი ცოდვის. აი ცოდვა ასე გკრავს, აი ესე გვაბავს, ხო? აი გუშინ ერთი ადამიანი მიყვებოდა რომ
რაღაცა ცოდვა ჩაიდინა, აი კარგად მოусმენთ ძალიან ხო. რაღაცა ცოდვა ჩაიდინა. მე ამ ცოდვას მეორე ცოდვა მოხვა. გამოიწვია ამ ცოდვამ, გამოიწვია მეორე ცოდვა. იმ მეორე ცოდვამ კიდე მესამე ცოდვა გამოიწვია და ბოლოს უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა ისე რომ იქიდან გამოსავალი აღარ არსებობდა. გესმით? და ჩაიდინა ძალიან მძიმე ცოდვა, აი რაღაცი თითქოს უწყინარით დაიწყო. მაგრამ აი როგორი საშინელება ის სახვევი, აქ მოგეხვევა. მე თლიანად მოგიცვას და სიკვდილის სახვევებში ხარ გახული. ამიტომ არც ერთი შთაგონების დაჯერება არ შეიძლება ეშმაკის. არც ერთის, გესმით? ამიტომ უნდა ყველა მცნება დაიცვა ღმერთის და არც ერთი შთაგონება ეშმაკის. აი ამაზე ამბობს, მოხსენით ახლა ეგ სიკვდილის ცოდვის სახვევები მოხსენით და იაროს. ანუ მე გამომყვეს. მე ხომ წერილი ბეშო სახეზე ხო რაღაც ესე სახეთ შესუდრული ქონდა, კი? კი, სახეზეც ასე იყო, ქრისტესაც ხო ასე და ასაფლავეს ქრისტეც ხო ასე იყო. აი გახსოვს, როცა საფლავს გახსნიან, სახვევები ეყარავა არეულიო და სახეზე რაც ეფარაო, სახეზე რაც ქონდა მოხვეულიო, ის დაკეცილიიდო ცალკეო, ხო ესე არის თავთანო, ხო? იქ როცა იპოვეს ქრისტეს საფლავი, როცა აღდგა იგი. ასე რომ, აი ამის სიმბოლოა ეს. ამიტომ ცოდვის სახვევების მოშორება საჭირო რომ არ დავიღუპოთ. ხოლო ზოგიერთი და ბევრმა ირწმუნა, მისიო ყველამ კი არ ირწმუნა, ბევრმა ირწმუნა, როგორც თქვით უკვე საშინელებაა ეს ამის საკითხვა აქედან, რომ ბევრმა ირწმუნა და ზოგი ისეთი ბულბოროტი და გაქოვებულია გულით, რომ მაინც არ სწამს მისი და გარბის და ზოგიერთით მათგანი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა იესო. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს, რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. და თუ თავის ნებაზე მიუშვებთ, ყველა იწამებს და მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ მამულსაც და ხალხსაც. ხო, აი ამ ქვეყნიური ლოგიკა როგორია? უნდა მოუკლათ, იმიტომ რომ მოგვარება. ხო, მაგრამ ნახეთ, აი რა არის უბედურება? რა ლოგიკა მათი გასამართლებელი, გასამბობენ. თუ ამას გაყვა ყველაო, მოვაო მტერიო და წაგვართმევს ტაძარსაცო და ქვეყანასაც. ამოეპარენ. ხო, მაგრამ პატრიოტიზმით აფორმებენ ამას. ჭეშმარიტების, ანუ ქრისტეს მოკლა უნდათ ვითომ პატრიოტიზმით. გესმით? ბატონო? ახლა უნდა ძალას აღიარებენ, ეს თალმუდში წერია, რომ ქრისტე ახდენდა სასწაულებს და მათ ეს იციან, თალმუდი ამას აღიარებს. მაგრამ უყურეთ, აი დღესაც ხო ასე ხდება ხოლმე. აი მაგალითად ავტორიტარულ ქვეყნებში ზუსტად ასე ეუნებიან მთავრობანი ხალხს. ჩვენ თუ არ ვიყავ, ჩვენ პატრიოტები ვართ, ჩვენ მიწას ვიცავთ. მე რა რომ ჩვენ უსამართლოები ვართ და გარჩევნებს ვაყალბებთ და ხუჯერ ჩვენ აგვირჩია ხალხმა. არა, სამაგიეროდ ჩვენ პატრიოტები ვართ, ჩვენ მიწას ვიცავთ, ეკლესიას ვიცავთ და ჩვენ თუ არ ვიქნებით, აი ისინი მოვლენ. მაგალითად რუსებს შეუნებია, პუტინი ეუნება რომ ევროპელებია ჩვენი მტერი და ამერიკაა ჩვენი მტერი, ხო? ჩვენ გვეუნებიან რომ სხვა მოვა. ყველგან ირანში რას ეუნებიან აიათოლები იმას ხალხს. ისრაელია ჩვენი მტერი. ყველას უნდა ყავდეს გარეთ ვიღაც მტერი, რომელიც მათ წაართმევს ხალხს და სალოცავს და პატრიოტული თარიღი. ისრაელი და ირანი ერთმანშვილები არიან. ხო. ხო და აი აქ არის უბრალოდ ესეც და სინედრიონი შეიკრიბა აი ამ სასწაულის. იმავე დღეს წარმოიდგინეთ, მეორე დღეს ხო ბზობა ხდება, მეორე დღეს ხო ქრისტე შემოდის, ბეთანიიდან მოდის იერუსალიმში და იმავე საღამოს, როცა ლაზარე მან აღადგინა, სინედრიონი სასწრაფოდ შეიკრიბა და გადაწყვიტეს რომ და შემდეგ თქვა ერთმა, აი ტრაგედია საიდან იწყება. წამოდგა კაიაფა, რომელმაც შემდეგ განაჩენი გამოატანინა ქრისტეს სიკვდილისა. ის იყო მღვდელმთავარი იმ წელიწადს და უთხრა არაფერი თქვენ არ გაგეგებათ. არ ფიქრობთ რომ ჯობია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოსო? უთხრა. ეს თავისით კი არ თქვა, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისთვის. ნახეთ რა მოხდა? ვამთავრებთ უკვე 4 მოხლიღა დაგვრჩა. ბატონო? დაგეგმა, კი არის წინასწარმეტყველი. აი, კარგი, აი, არის წინასწარმეტყველა? კაიაფამ დაგეგმა, როგორ დაგეგმა?
რომ ჯობია ეს მოკლათ, ვიდრე მთელი ისრაელის ხალხი დაიღუპოსო, ხო? და მაშინ მათე წინასწარმეტყველი რატო ამბობს, რომ ეს შემთხვევით კი არ თქვაო? იმიტომ თქვაო, რომ ღმერთმა ათქმევინა ესო. რას ნიშნავს ეს, როგორ გონიათ? ჯობია ერთი კაცი დასრულებულიყო ის, რაც დაწერილი. არა. როგორ თქვა? კაიაფამ როგორ თქვა? ჯობია თანამდებობების წარქმევს ეშინია, მაგას იცავ. ხალხის იცოდა, ანუ თავისაცილი ხო? გიორგი მიცის, გიორგი გვეთქვის. სწორია, მაგრამ აი გიორგი იცი შენ? მე მგონი ორივე ერთი მეორეს არ გამორიცხავს, იმაგი დაგეგმო, რა ღმერთმა გამოიყენა ეს და ამიტომ ხო და კაიაფამ რა იგულისხმა? ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის. ის იგულისხმა, რომ აი რომაელების მაგალითი ისე რომ ჯობია და წინასწარმეტყველება რატოა ეს იმავდროულად? იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომით, ქრისტეს ჯვარზე დაუყრი. ჩვენთვის, ხო? გასაგებია? აი, წერა შენ თქვი რომ თავის თანამდებობის დასაცავად. ხო ეგ იგულისხმე შენ ბიგენდი? თავის საქციელო გაემართლები. მაგრამ უყურე თავის საქციელი გამართლებინა, მაგრამ წინასწარმეტყველება რატო აღმოჩნდა ეს ფრაზა? იმიტომ რომ ქრისტე უნდა მომკვდარიყო, რომ ჩვენ მისი ხალხი გადავრჩენილიყავით. ისინიც მაგას ამბობენ ხალხისთვის. ოღონდ იმ ხალხისთვის, მათი ხალხისთვის. ისინი ნამდვილ სიცოცხლეზე, აქაოს სიცოცხლეზე. ხო, ზუსტად, მაგრამ ამიტომ მათე რომ სინამდვილეშიო ეს კი ბოროტებით თქვაო მანო. მაგრამ ღმერთმა ათქმევინა, იმიტომ რომ ეს ჭეშმარიტებაა, რომ ის კაცი რომ არ მომკვდარიყო ერთი, ჩვენ დავიღუპებოდით ყველა. ადამიანების გონებაში დასაშვები გახადა ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი კვდება ყველასთვის. კი, მაგრამ უყურე სხვა რამეა, აი უყურე ქრისტე რომ არ მომკვდარიყო ჯვარზე ჩვენთვის. ჩვენ ხომ ვერ გადავრჩებოდით. მისმა სიკვდილმა ჩვენ გადაგვარჩინა. კაიაფა ამას ამბობს, აი ჩვენ რო ქრისტიანები ჩვენი ბურად რო გავიგოთ, ასე ვთქვათ. კაიაფა ამბობს, რომ ჯობია ეს ქრისტე მოკვდეს, რომ მრავალი მორწმუნე გადარჩეს. ამის სიკვდილი. დახშული სამოთხის დახშული კანები, რომ მანამდე აბრაამიც კი და კარგი წმინდა თუნდაც ცხოვრობდა, ისინიც კი ვერ შეგვიძლია სამოთხეში და აი ამ სოფლი რომ მიიტანა, აი ეს ჩვენ იგი მაგრამ მე სხვა რამის თქვა, მე სხვა რამე მინდა დავინახო. სხვა რამე მინდა. ხო, სხვა მნიშვნელობით თქვა, ეგ სწორია რაც შენ თქვია, მაგრამ სხვა მნიშვნელობით თქვა და სხვა რამე აღმოჩნდა ღმერთის ხელში, სხვა რამე აღმოჩნდა ის, ხო? მამო, მე შეიძლება ვფიქრი ადრე რა, ცოტა ახალგაზრდა რომ ყავრო. აი ხო შეიძლებოდა რომ არ გარდაცვლილიყო და როგორც მანამდე აბრაამი ეს წმინდა ცხოვრობდა და ისო ცხოვრებული ყავდა. არ შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა. იმიტომ რომ ჩვენი გამოსყიდვა მხოლოდ სიკვდილით შეიძლება. ეს თუდილის მსხვერპლი იყოს და შეიძლება. კი. და ჯერ მარტო ისრაელის ხალხს ეკუთვნოდა ეს თორა, ანუ ჩვენ საერთოდ ვერ შევიდოდით ანუ. ჩვენ ხო ვერ შევიდით. ხო, ან უარამ გამოიტანა. კი, მაგრამ აგორე აი გამოხსნა რატო უნდა მომხდარიყო სიკვდილის გარეშე? გამოხსნა რატო არ იქნებოდა, უყურე? ხო, რა თქმა უნდა, მე რა გვესმისი, მე შედი მივიდივარ ბაპტიზმენამდე, მაგრამ უყურეთ, აი ხანდახან სვამენ გუშინ ეკლესიიდან რომ მოდიოდ მიუხენში, ჩვენი მრევლით ამოვაყოლე რამოდენიმე კაცი და იქ ვკითხეს გოგოებმა რომ მამაო, აიო, არ შეიძლებოდა რომ სვეპლის გარეშე გადავრჩენილიყავით, ხო? რატომ ხო, სვეპლის გარეშე რატო არ შეიძლებოდა რომ გადავრჩენილი? ეს ფიქრობს მაგიებს. არ შეიძლებოდა და რატომ? უყურეთ, აი ძალიან მარტივი ლოგიკაა. რატომ? აი კითხვა იქაც მიჩნდება მე პირადად, რომ როცა მამაპაის გაუნაწილა იმის განკურნება, ამის შესაძლებლობა როცა გაქვს, იმის შესაძლებლობაც ხო გაქვს ამასთანავე, რომ ის ისე განკურნო, რომ ეს არ დააზიანა. ხო, რა ღმერთი მასე არ მოხვედრა. ღმერთი, აი რატომ? ეხლა ვიგეთქვით მაგას, რატომ არ შეიძლება? ღმერთი არ უშვებს გამონაკლისებს. გამონაკლისები არის ადამიანური ბუნების თვისება. ღმერთი არის აბსოლუტურად სამართლიანი არსება. გესმით? ხო. თან უყურე ღმერთი არის აბსოლუტური სიწმინდე, აბსოლუტური სიყვარული და აბსოლუტურად სამართლიანი. იქ არ ხდება რომ აი ღმერთმა თვალი დახუჭოს რომელიმე ცოდვას. ეგეთი რამე არ ხდება. ეს ჩვენი ადამიანების გონება ისე არის შებრალული რომ აი ხომ მოხსნია თქვენს აი აღიარეთ თქვენს თავში რომ აი ცოდვას ჩავდივარ და თან ვფიქრობ ამას მაპატიებს ღმერთი. ხო ყოფილა ხომ ეს? აი არა უშავს, აი ერთხელ როგორ გონიათ იმ ერთ ცოდვას გაპატიებს ღმერთი? არასოდეს ღმერთი თვალს არ ხუჭავს, აი ჭალებს შევამბ. ღმერთს არ შეუძლია რომ რომელიმე ჩვენ ცოდვაზე დახუჭოს თვალი. არ შეუძლია. არ შეუძლია. ღმერთის ბუნება არის ასეთი, ის არის აბსოლუტურად სამართლიანი, გესმით?
არა, ეგ კიდევ სხვა რამეა. მე სხვა რამეს ვამბობ, უფრო. აი ის რო შევადართ უყურე, აი ამ წელს ხალხს კიდე იერს გავიმოდი. აი ეს ხო არის კატკატა ფორმატი, ხო? კატკატა ფორმატი. ეხლა ამაზე თქვენ ხედავთ, არაფერს ვერ ხედავთ, ხო? აი ეხლა მე რო ავიღო უწვრილესი ქინძის თავი რო ავიღო, ამოვაწო შავ მელანში და დავადო, ხო? ხო ძალიან პატარაა მაგრამ. თავის თავში ხო მაგრამ ხო ჩანს ის ამაზე. ხო? აი რომ დაანათო დიდი პროჟექტორი, უფრო მეტად ჩანს, ხო? აი ასეა ღმერთი, ის ვერიტებს, ვერ ეგუება, მასზე ჩანს ის ცოდვა. ამიტომ ღმერთი თავის თავში არ იღებს არც ერთ ცოდვას, გესმით და აი ის ილუზია ჩვენ რაც გონია რომ მოდი აი 2 წელიწადი ცოდავ და მე მოვტრიალდები. ამას მაპატიებს, არ ხდება ეგეთი რაღაცა. ღმერთს არ შეუძლია რომ იყოს მიკერძოებული. გესმით? ამიტომაც ის რაც ჩაიდინეს ადამმა და ევამ უნდა გამოსყიდულიყო სიკვდილით ვიღაცის. აი ის დანაშაული იმსახურებდა სიკვდილს. ამიტომაც ვიღაცა უწმინდესი უნდა მომკვდარიყო, რომ გაბათილებულიყო ის დანაშაული. ხო გასაგებია? დიდია ჩვენი ცოდვა. ხო, ზუსტად ადამმა და ევა ისეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ უღალატეს ღმერთს. და რომ აი სიკვდილი დაიმსახურეს, ხო? და ეს სიკვდილი რომ გაბათილებულიყო, ვიღაცა ძალიან დიდი, ძალიან წმინდა უნდა მომკვდარიყო და გაბათილებულიყო, რომ ღმერთი არის აბსოლუტურად სამართლიანი, ხო? აი, იმიტომ რომ არ გვესმით რომ swamენ ხოლმე ამ კითხვას რომ რატომ არ შეიძლება და კაცო ჯვართმის გარეშე ვერ გვაპატიებ და ანაც თქვენ თქვით რომ მამაპაისმა რო უთხრა გამინაწილე ის მე მისი ტანჯვაო, რატო არ შეიძლება ისიც გადაერჩინა და მამაპაისი ჯამთელი ყოფილიყო. ეგეთი რამე არ ხდება. ანუ აბსოლუტურ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ხო, ზუსტად. ზუსტად ჩვენ გადაწყვეტილებაზე და თან ღმერთი თავად ვერ გუობს ვერაფერ ცუდს. აი მე ჩემს ცხოვრებაშიც გამომისწია თქვენიც რომ აი მქონდა ახალგაზრდა რო ვიყავი მაშინ ეგეთი რაღაცები რომ მე მეგონა რომ აი ამ ცოდვებს ღმერთი ვერ დაინახავს ან არ დაინახავს. ყოფილა ახალგაზრდა რო ხარ მაშინ მოგდის აზრები რომ არა უშავს კაცო იმას ხო ვაკეთებ ამას ვაკეთებ და აი ამას მაპატიებს. ეს რა არის ღმერთის? ხო ეს რა არის ღმერთი მაგრამ ზუსტად აი იმ ცოდვის შედეგები დამხვდა წლების შემდეგ რომელმაც ძალიან გამაწვალა. მე რომ მეგონა რომ ღმერთი იმას არ დაინახავს. ასე არ ხდება, ამიტომ არ დაიჯო, არ გააკეთოთ ეგრო რომელიმე ცოდვა გეგონათ რომ ღმერთისთვის დაუნახავი დარჩება. ის უბრალოდ ისევ მოგვიწევს იმის გადახდა რაღაცის და ამიტომ აღმოჩნდა ეს წინასწარმეტყველება როგორც თქვით, სიმართლე ღმერთი ასე მოქმედებს. ბოროტი ხალხის ნათქვამსაც კი ღმერთი იყენებს იმისთვის რომ სიმართლე ათქმევინოს. აი ღმერთის ხელშია ყველაფერი და ბატონო ხოდა ეგ თავის თავში უკვე თავიდანვე უკვე შეცდომაა მაგის თქმა. მოვინანიებ რა არა. ეს თავის თავში უკვე შეცდომაა და ესე იგი შეგნებულად აკეთებ იმ ცოდვას და უფრო მძიმე ცოდვა. არა, ძველ თავად მე ვიცოდნენ კომუნისტების დროს. რო რა? აი, მე მაპატიებს მეცნიერის დიდება და აი ეხლა ეს რაღაცა სიტყობნაგუნიან გააკეთებენ. და ახალმა თვაბომაც? ყოველთვის იცოდნენ და იციან და იცოდნენ. რა ვიცი. ისეთებს არც მეც დიდებას არ ვიცი. ისინი ღმერთს აკეთებდნენ. ნახეთ რა წერია კიდევ აქ რომ ესაო ღმერთმა ათქმევინა კაიფას, სულ ვამთავრებ, სამი მოხდეთ და ვამთავრებ. კაიფას ღმერთმა ათქმევინაო რა არა მარტო ხალხიო, თავისი ხალხიო, არამედ ღმერთის გაბნეული შვილებიც რო შეეკრიბა მასთანო. ვინ არის ეს გაბნეული შვილები? ჩვენ ქართველები, ბერძნები, სხვა ერები რო ყველა ვინც ადამიანის და ევას შემდეგ გაიბნენ, ღმერთს დაშორდნენ, ისინიც რო შეეკრიბაო, იმიტომ უნდა მომკვდარიყო ერთი კაცი ხალხისთვის, მთელი სოფლიოს ხალხისთვის. ნახეთ და აი იმ დღიდან შეითქმნენ, რომ მოეკლათ იგი. ეს არის ლაზარის შაბათს, დღევანდელი დღეა. ლაზარის შაბათს შეითქმნენ, რომ მოეკლათ იგი, ამიტომ იესო აშკარად ვეღარ დადიოდა იუდეველთა შორის, არამედ წავიდა უდაბნოს მახლობელ მხარეს ქალაქში, რომელსაც ქვია ეფრაიმი და იქ იყო თავის მოწაფეებთან ერთად. ეფრაიმი იყო ქალაქი ზევით, იუდეის უდაბნოს ზევით და იქ იყო თავის მოწაფეებთან ერთად. მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იმ მხრიდან მრავალნი ავიდნენ იერუსალიმს პასექის წინ გასაწმენდად. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორ გონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზეო.
ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა სად იყო, ეცნობებინათ მათთვის, რათა შეეპყროთ იგიო. ნახეთ? და მოდის უკვე პასექია მოახლოვებული. ბზობა რომელ დღეს აღსრულდა? რომელი დღე იყო ბზობა? იმ დროს რა ერქვა იმ კვირას ეს? ერთ შაბათი, ხო? ერთ შაბათი. კვირის დასაწყისია ერთ შაბათი. ხო, ზუსტად. ისე კვირის დასაწყისი პირველი დღეა და იწყება ესე შაბათს არის უფალი ბეთანიაში, შაბათს მან აღადგინა ლაზარე, იმ შაბათსვე იქ სერობა იყო, ბეთანიაში სუფრა გაუმზადეს და ლაზარეც იქვე იყო და ამ დროს იერუსალიმში დუღდება ეს მტრობა მის მიმართ შაბათსავე, გადაუწყვიტეს მოკლა, ერთ შაბათიდან უკვე იწყება ის კვირა, რომელშიც არის პასექის დღესასწაული. პასექი რომელ დღეს იყო იმ დღეს? იმ წელს? პასექი იყო 5 შაბათიდან პარასკევზე. 5 შაბათიდან პარასკევზე იყო პასექი, 14 რიცხვია პასექი საერთოდ და ამიტომ მოუწია 5 შაბათიდან პარასკევი რო თენდებოდა და აი იმ კვირაში იწყება ვნების კვირა იწყება. აი კარგია რომ დღეს ეს წავიკითხეთ, იმიტომ რომ ვნების კვირა იწყება უკვე ორ შაბათს ქრისტე არ ეშინია ქრისტეს მართი. მან იცის რომ მის აი როგორც მამაპაისიძე თქვით, ქრისტემ უკვე იცის რომ მისი აღსასრული მოსულია. 5 დღე დარჩა სიცოცხლის და ამიტომაც მას არ ეშინია და ორ შაბათსაც მიდის ტაძარში. 3 შაბათსაც მიდის, 4 შაბათსაც, 5 შაბათს უკვე საიდუმლო სერობაა და 5 შაბათს საღამოს რო დაღამდება, 5 შაბათს საღამოს გეცემანის ბაღში მას შეიპყრობენ და პარასკევი რო თენდება, 9 საათზე მას ჯვარსაც ვამენ და 3 საათზე აღესრულება ჯვარზე. აი ეს არის ვნების შვიდეული. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა 3 შაბათი ამ ვნების შვიდეულში, რადგან 3 შაბათს არის გაცხარებული კამათი, აი ჩხუბი ტაძარში იესოსთან, მოდიან ეს მთელი მისი მოწინააღმდეგეები, ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, ყველა ვისაც ზულს იგი და აყრიან კითხვებს, დილიდან ღამემდე გაუთავებელი ის არის კამათი და ქრისტეს ვერც ერთი მახე ვერ დაუგესო. ისე რომ შეწყვიტეს ბოლოს კითხვების დაგება, 4 შაბათს რა მოხდა? იუდა წავიდა და მღვდელმთავრებს შეუთანხმდა 30 ვერცხლზე, მობრუნდა და 5 შაბათს ისე პასექზე მასთან ერთად არის, თუმცა მალე ტოვებს პასექის სუფრას, 5 შაბათს ფეხებს ბანს უფალი, თავის მოწაფეებს და სიმდაბლეს აჩვენებს, შემდეგ აწესებს ბოლო პასექზე ზიარების საიდუმლოს, რომ აი იმ პურს იღებს, რომელსაც პასექს ჭამდა ტეხს და ეუბნება, რომ ეს გაიყავით ჩემს მოსაგონებლად, ღვინოს აძლევს და 5 შაბათს საღამოს უკვე გადიან, მორჩებიან პასექს. 5 შაბათს საღამოს იწყებოდა 6 საათზე, საღამოს 6 საათზე პასექის ჭამა. 6 საათი, 18 საათს. და 18 საათიდან უკვე იწყებოდა რომელი დღე? პარასკევი. აი დაიწყეს 6 საათზე პასექის ჭამა. პასექი იუდეველს ყველას უნდა ეჭამა. რჯული ითხოვდა ამას და ბრძეც როგორც იუდეველი, ნამდვილი იუდეველი და ებრაელი, მან პასექი ჭამა და დაახლოებით მორჩნენ ალბათ 9-10 საათზე ამ ჭამას და წავიდნენ იერუსალიმის ეს შუკები გაიარეს, იერუსალიმში ჭამეს პასექი, გაიარეს ეს ქუჩები, მიდიან, გზაზე კიდევ ელაპარაკებენ, აღწერილია იოანეს სახარებაში ეს, რას ელაპარაკებენ, ბოლოჯერ არიგებს, მერე იოანეს მე-17 თავში არის ის, რომ სადღაც გაჩერდნენ, ზეთისხილის მთასთან რომ მივიდნენ, გაჩერდნენ და ქრისტე იწყებს ლოცვას მე-17 თავში. მამაო, მოახლოებულია ჩემი სიკვდილი და განადიდე შენი და როგორც ჩანს მოწაფეები იქვე არიან და ამ ყველაფერს იმახსოვრებენ და მოწაფეებს რა ქონდათ ხომ იცით? იმ დროს ფიჭის ფირფიტები იყო ხოლმე ფურცლებად. ეს ფიჭის ფირფიტები თან დაქონდათ ხოლმე და ზედ კაწრავდნენ იმას, რასაც იწერდა. ცოტა ხანი შეიძლებოდა იმაზე ჩაწერა და როგორც ჩანს, ვარაუდობენ, რომ ამ მოწაფეებს მათეს, იოანეს, პეტრეს ესენი თან დაქონდათ და იწერდნენ იმეებს, რასაც უფალი ამბობდა იმ სიტყვებს და ეს მე-17 თავში ქრისტეს ლოცვა მამისადმი სიკვდილის წინ აი სრულყოფილი ღვთისმეტყველება, როგორ მიმართავს ძე ღმერთი მამა ღმერთს და გადიან, მერე გეცემანის ბაღში მიდიან და იქ ხდება მისი შეპყრობა და სიკვდილი. აი ეს არის დღევანდელი დღე